ბესიკეთია. დაიბადა 1970 წლის 29 ნოემბერს სოხუმში. დაამთავრა სოხუმის მეორე საშუალო სკოლა. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან ბესოგეთია იარაღით ხელში ჩაება სამშობლოს დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა 23 ბრიგადის პირველი მოტომსროლული ბატალიონის სადაზვერო ოცეულში მზვერავად. ბესოგეთიამ განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა 1993 წლის 5 იანვარს სოხუმზე მასშტაბური შემოტევის დროს. 1993 წლის 15 მარტს, როგორც კი შეიტყო, რომ მტერმა ჩვენი პოზიცია გაარღვია, ბესო დაუფიქრებლად გაემართა წინა ხაზზე. გუმისთის მისადგომებთან აფხაზ და დაქირავებულ ბოევიკებს ტყვეთყავდა თაყვანელი ქართველი მებრძოლი. ბესიგეთიამ და მისმა თანამებრძოლებმა სიცოცხლის ფასად გადაწყვიტეს მისი გადარჩენა. ალყაში მოქცეულ სახლში შეუტიეს. გაიმართა უთანასწორო ბრძოლა და მათ შეძლეს სახლში შეღწევა. ბრძოლით დაიხსნეს ქართველი მეომარი, თუმცა ბესოგეთია მტრის ტყვია მომსხვერპლა. 23 წლის გმირი ბესიგეთია, რომელმაც სიცოცხლის სამშობლო შესირა 1993 წლის 25 მარტს დაკრძალეს სოხუმში. ის დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისათვის. გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალშია.